გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ტვინის გასაღების 34 ეპიზოდით. მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი საბა ჯანაშია და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. არ დაგაუწდეთ ჩვენი არხის გამოწერა, როგორც ყოველთვის გადაცემის დასაწყისში კი მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენ მსმენელებს და მაყურებლებს და ჩვენ ხარში მდგომებს ყველა ადამიანს და მეტი და მეტი მაყურებელი და შეგვემატება და დაგვემატება ზუსტად ვიცი და უბრალოდ არ დაიზაროთ ჩვენი არხის გამოწერა, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი. მოკლედ, თოკო მინდა რომ ქართული ამბებით დავიწყოთ და მინდა რომ გამოვეხმაურო ზოგადად, ანუ რაღაცა ისტერია არის, რაღაცა ორი დღე რო გარეთ გამოვიდა და ფორმულაში დაიწყო მუშაობა და რაღაცნაირი ტიპები რო ხოიცი, ფეხბურთიც რო არ უთამაშია არასდროს ეზოში და ანუ არაფერი რო არიციან. არა, ვაფშე არაფერი არიციან ტიპებმა და მაგრა უყვირთ რაღაცეები და ესეთ ნიუსთ მინდა გავხსნა გადაცემა რომ აგერ ვიღაცა აქვია რაღაცნაირი ჟურნალისტი ტv პირველის დაკავებული ჟურნალისტი იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს და ეს საწყალი როგორ დაუჩაგრიეთ. ანუ ვაიმე რა უქნიათ უბრალოდ თქვენთვის ეს სტანდარტი ზოგადად რა რომ გაშიშვლება არის იმის მანიშნებელი რომ რამე ხო არ შეგაგდა რამე რო არ შეიტანო შიგნით და ბოლომდე დაგათვალიერონ და ანუ შეგამოწმო ელემენტარულად თავი არ მოიკლა მაგალითად და რამე ესეთი ხო გინდა არ მოკლა ვინმე და ანუ ეს ბუქნებიც რავი თქვენთვის ცნობილი არ არის ზოგადად არსებობს რაღაცა ადგილები ორგანოები ჩვენ ჩვენ ტანზე რაღაცა მაგისთვის ცნობილი იქნება ეგ ორგანო რა იცის არაფერი ამან ეხა ეგ რო გაიგოს შეიძლება ჩავარდეს ხო რა და არსებობს რაღაცები ეს ბუქნები მაგისთვის არის მომენტ საჭირო რომ რამით არ შეიტანო შიგნით რა. ამას სტანდარტულად თითქმის ყველას უკეთებენ და აკეთებინებენ რომ დაზღვეული იყვნენ ტორპედო ქვია მაგას. ხო. შეტორპედო. და ეს არის რა ქვია და შოქში ჩავარდა ეხა თორნიკე გიგი მიგინეიშვილი რომ ეს რა უქნეს უბრალოდ ანუ შენ რა გონია აბა დაჭერა და ჭკუაზე რო არ ხარ და არაფერს რო არ გეშინია თვითონ და მამაცი გული რო ხარ ანუ და მიდი დამიჭირეთ კაცო იქ ჩამოგსვავენ ეხა წარმოგაწვენენ და ის ზღაპრებს წაგეკითხავენ ისე დაგაძინებენ და იმეებს რა კაი პურის ჭამას ატეხავ თუ რა გონიათ ეგ ციხე ეგ არის ზოგადად რომ ანუ პირობებიც არ გაქვს ისეთი რაც თავისუფლებაზე გაქვს და მაგით უნდა გაუფრთხილდე რაღაც მომენტში შენ თავისუფლებას რომ ეგეთ სიტუაციებში არ მოხვდე რა კამერაში რო შეიძლება რა დაემართება ალბათ იქ გაგშიტე კამერაში თურმე ორსართულიანი ლოგინი ყოფილა და ანუ იქ ვიღაცა გამეხუმრა რაღაცა ცუდად მითხრა და შენ ვიზეც ლოცულობ და ვისითაც სულდგმულობ ზოგადად რა შენ იმის დროს რო ციხეში დაეჭირე ჯერ არ გიგავდნენ არ იცის და ანუ ზოგადად რეები ხდებოდა ეგ რო გაიგო შევა რაღაცა ქვემოთ ყოფილი ხო ეგ რო გაიგო რომ იმაში 10 კვადრატულში და 8 კვადრატულში 35 კაცი ცხოვრობდა და რიგრიგობით ეძინა ეგ არის გადამეტებული 30 იმენ მართლა ზუსტად მართლა ეგრე იყო ასე ახლა შევა გამუქები თქვა ადამიანმა რა არ ზუსტად ეგრე იყო ხო ზუსტად ეგრე ფაქტი ხო არის რა გამუქება არა ხო რა ვიღაც შევიფიქროს რომ ამუქებ მაგრამ არ არის რომ შეიძლება ცოტას ვიძახ რა აქ და არასდროს ჩვენ თუ აკვირდები სულ მაგას ვიძახით რომ იმ პროცენტებსაც ცოტას ვიძახით რომ აი უეჭველი რაც იქნება თორე 30 კაც 10 კვადრატულში რიგრიგობით ეძინა და აქ გვერდზე ტუალეტი და იქ ის და აძინებდნენ ზოგ ანუ რიგრიგობით ძილი იცი რას ნიშნავს რომ ადამიანებს ზოგადად საწოლები რო არ ყოფნიდათ რა თავს იყიდებდნენ ზეწრებით მიბმულები იყვნენ იმაზე რა ქვია საწოლზე და იმ ორსართულიან რკინის საწოლზე და ჩამოკიდებულები იყვნენ რომ რამენაირად დაეძინა და შენ რომ მანდ მოეხვედრებინე კიდე აი ჯვარი გწერია წარმოიდგინე რა მოგივიდოდა და რა ადამიანებს აბამდნენ ბიჭო ეს სპეციალურ გარდაცვალ ადამიანებს ცოცხალს აბამდნენ ესე მორგში წარმოიდგინე მაგრამ წამებასო თავიდანება ყველაფერს თავიდან უბრალოდ რომ აი ცხოვრებას და დაძინებას და ჭამას და მაგას ეხებოდეს აი ეგრე და ადამიანები მაგის პროტესტის ნიშნად ზოგი კოლზებს ხლაპავდა და ზოგი ლურსმებს ხლაპავდა და სპეციალურად სამედიცინო დაწესებულებაში გადადიოდა, იმიტომ რომ იქ უბრალოდ გაუცაძლისი იყო ყოფნა და შენ მაგ რაღაცებში ცოტა გაერკვიე და თქვენ ვაფშე ზოგადად რა და მე მიხოდებით რა არის რა და ასევე ერთი გადაობასაც მინდა რომ რა ქვია გამოვეხმაურო მე ხომ მივხვდი რა ქვია მათივარას და ტელევიზორას მინდა რომ გამოვეხმაურო და ანუ ეგეთი საქციელი ვაფშე ზოგადად ისტორიას არ ახსოვს რომ ფილმში დაყავ ვინმეს რამე კამერიდან წამოეხო და უკან გამოეტანა პირიქით რა იქ ვინც რჩებოდა
რაც ქონდათ იმებსაც უტოვებდნენ, ანუ შეიძლება ხელები და ფეხების დაეტოვებინათ, რომ ანუ რამით იმად დახმარებოდნენ და ეგ იყო ზოგადად რა, ეგრე იყო და ეგრე არის და ეგრე იქნება ალბათ მაგის წესები რა, მაგრამ თქვენ ახლა შოქში რო ვარდებით ეგეთი რაღაცები და რაღაცები რო გიხარია საკუთარი ნივთია, მატერიალისტები. ანუ ეხლა ეგეთი გადაობა იყო ერთი რა, ადრე რა ცნობილი ისტორია ეს ციხეში, რომ ვიღაცას აი თქვენაირ ტიპს ან თქვენაირი ტიპი ალბათ არ იყო ის ტიპი რა, ბოდის მოვიხდი ახლა ვისაც ყველა მაგას ვიძახი, მაგრამ აი ცოტა რომ ვერ ერკვეოდა ციხის სიტუაციებში ეგეთი ადამიანი რომ ციხეში შედიოდა რა ზოგადად. ანუ იქ კითხვაც რაღაც ბევრნაირი კითხვა ისმეოდა და ერთ-ერთი ესეთი კითხვა იყო რომ აი დაკუჭული ტანსაცმელი რო ქონდა რომ აი უთო და გააუთო და აი შეიძლება და ესე ეკითხათ რომ აი უთო მიდი აი უთო აქ იმას რა გიორგას და გამოვართვი და გააუთავი ამ დაჭმოწმუნით რომ დადიხარ და ანუ ეს იყო გადაობა რა ეხლა წარმოიდგინე და ესე მიდიოდა ვიღაცა და იქ გვერდზე აი რომელ კამერაშია და აი მე შვიდეში და მიდიოდა და აი გიორგი აი ბიჭებმა რომ უთოოდა რამე და ისინი ხვდებოდნენ რომ გადაობის ნაწილში იყო ეს ტიპი და ანუ ეუბნებოდნენ რომ აი ზაზამ წაიღო მე-19-ში და ეს მერე მიდიოდა მე-19-ში ზაზასთან ზაზას ეკითხებოდა რომ აი უთო თქვენ წამოგიღიათ მე-7 კამერა მითხრა და ის ეუბნებოდა რომ ჩვენ კი წამოვიღეთ მაგრამ აი 30-ათეშია გივისა აქ ეხა ეს და აი ყველა რო ხდებოდა თან მაგას ანუ ყველა რო ხდებოდა თვითონაც მე ამაზე ეს ტიპები გადაობდნენ ალბათ რომ ანუ იმენა აუყოლეს და ანუ იყო ესეთი კომედიური ჟანრის გადაობები ციხეა და რაღაცეებით ისინიც ერთობიან თქვენ რო გიკვირთ ისე რა მაგრამ ეგეთი რაღაცების გამოტანები და ისინი თქვენ უბრალოდ აი მართლა გასაკვირია ანუ უბრალოდ არიცით ვაფშე რა ხდება რა და ზოგადად ყველაფერშიო ჩაიხედოთ იმაშიო ჩაიხედოთ ადრე რა ხდებოდა იმაშიო ჩაიხედოთ შედარებები გააკეთოთ ესე შოქში აღარ ჩავარდებით და ეგეთი რაღაცები აღარ დაგემართებათ რა ზოგადად ვაკვირდები ანუ ძალიან მაგრამ რომ მაგარი აბიდუბია არის ატეხილი უკვე პასუხებიც აღარ არის და უკვე თითიდან გამოწოვილი რაღაცა უკვე ერორები ემართებათ რა გადაცემა შეიძლება ჟურნალისტებს დააკვირდი როგორი იმითი არიან უკვე რა აი ცოტა აღიზიანებთ უკვე ეს ტიპები რომ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ და ბოლომდე ვიბძვით და აი ეგ ტიპები ცოტა იმედად აღიზიანებთ აი რაღაც გაიმარჯვებს შენ არ იყავი აი ამას უკეთებენ რა და ანუ კაჟორძოლიანი გამოვიდა და მაგანას თქვა რომ აი ყველა მითითო რომ არ უნდა გამოეტანათ ვიქიდან აი წარმოიდგინე ხა ხო ეგ არის წესი ეგ არის დაუწერელი წესი ეგ სადმე კი არ წერია რომ აიღო და წაიკითხო მაგრამ ვიღაცას რომ მოკითხო Fireplace Bond-ი არის ფეხბურთში რომ ვიღაცას დაუწერელი კანონია ხო რა ვიღაცას რომ მოკითხოთ რავი ალბათ გეცოდინებოდათ რა ეგ ხო იძახის ერთ კოხორას რო გავს ის მეორე ტელევიზორა რო გამოიტანე მათი ვარ ხო გამოიტანე იმ ტელევიზორი რო გამიჩალიჩესო ეგო მე ვიქ მინდოდაო დატოვებაო მაგრამ ანუ მითხრესო რომ წაიღეო რა სინეს გაიჩალიჩ ანუ ეგეთ რაღაცას რო გაგიჩალიჩ მე უკვე მაგრატე ანუ შენი არაფერი ანუ შენი არაფერი როგორ უნდა გაიჩალიჩ ტელევიზორიცო შეიძლება ეკითხოს ისინი ხა სავარაუდოდ ერთ კაციან საკნებში იყვნენ თორე ხა იქ როგორ სამი კამერაში ბიჭებთან ერთად ვინ გამოატანდა მაგას რა ვიცი ისე დღეს აგდებდე ხედი რომ მოკიდოს და რო გამოვაგე ისინი რომ უყურე სცენა წარმოიდგინე შენ რომ ბიჭებო აი გავდივარ და უნდა გამოგირთო ვიზორი მაგას რო ეუბნება და ერთი წუთი რა აი ამასაც ვაყურებინე და რა 5 წუთით და ანუ რა ამნიშო მარტო ხო ის იყოს მარტო იყო ხო უგად გვერდზე ხო არ მაგ იმას დაუტოვე თქვი რა არ მინდა არ წავიღებ რა ხა აქიან არ გამოვიხდეთ ვიღაცები და ეხლა ამ კაცი მე არის თქვენი აზრი თქვენთვის შეინახეთ ყველაფერი ძალიან კარგად და ძალიან ბევრი ვიცინეთ და შეგუცხო ამ ამბების აი ეს არის ეს მენტალობა ამათ ესეთები არიან ბიჭო ეს მენტალობა და მე ამას იცავენ პირადი ნივთია ტიპიური მატერიალისტები რასაც უნდა იმას უსას ჩემი სხეული მე მეკუთვნის და რაღაცა ხო ხდება ეგ საზოგადოებაა რა აი ეგეთი აი სამარცხვინოები არის და მაგიტო ვერაფერს ვერ აღწევენ და ვერც ვერაზროს ვერ მიაღწევენ ეგეთი ტიპები და ყოველთვის გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი ხო და ესენი ნუ აი რა აი ამის შოქში რო არის ამისიც გავუშვათ ერთი 4 საათის განმავლობაში მქონდა ხელბორკილები დადებული, როდესაც გადამიყვანეს დიღმის მთავარ სამმართველოში. ეს სწორად შესახლების დროს მოხდა ჩემი გაშიშვლება. ბუქნები მაკეთებინეს. რეპრესიები ჟურნალისტების წინააღმდეგ სულ სხვა ეტაპზე გადადის. ის გახსოვს მაჭამეს რუსულად რეპრესიები სულ სხვა ეტაპზე გადადის ანუ ნახე უკვე ბუქნებსაც აკეთებინებ და აშიშულებენ ხალხსო ეს ტირანები ეს ანუ აი ეგ როგორი სიმართლეც არის და მაგის ირგული ხართ და მაგ წრეში სანამ ხართ აი ეგრე იქნებით სულ რა რო იცოდე და ჟურნალისტს აღარ გავს ანუ იმდენი გაქვს თქვენ თავზე აღებული რომ იმის იქით უბრალოდ აღარ არსებობს, ანუ პირდაპირ ჩართულები ხართ აქციაში და ანუ
თქვენზე დგას აქცია, პროსტა, ანუ აქცია რაღაც დგას, მაგრამ რაც იყო, ანუ მთელი გულით და გულმოდგინეთ იყავით მაგაში ჩართულები და რავი, ეხა ერთი ისეთი რაღაცები გიგვით, რომ სირცხულია რაღაც გადახედეთ რაღაცებს, თქვენ თავში ჩაიხედა. კიდე ერთხელ ვამბობ, რომ კარმა არსებობს, ანუ ნახე რა არის, როგორც იქცევით. შესაბამისად მოგექცევათ და ამიტომ გაუფიქრეთ ფინანსა რა რაღაცის მავნებლობებს რო აკეთებთ მე რაღაცები ნუ გიკვირთ რა მე მინდა კიდე ერთ იმას გამოვეხმაურო რა რომ ეს ხალხი მე როგორც მახსოვს რა ჩვენ რო გადაცემით დავიწყეთ და მაშინაც ხო ძალიან გამძვიფრებული იყო მაგრამ აი კოვიდის დროიდან მოყოლებული აი ზიარებას ებრძოდნენ და ეკლესიებს და მამაოებს და ღმერთი კი არა ღმერთი გადაგარჩენთ ეხლა კოვიდი რო დაგემართება და აი ეს ხალხი იგივე ტიპები მე ეხა აქციები რო იწყებოდა და მამაშალვას მიუვარდნენ და ნაყინსჭამს მამაო და როგორ შეიძლება და ანუ შოქში ვარდებოდნენ და აი ამას მთელი გულით აკეთებდნენ ეს ფარისევლები და ეხა ნახე პროსტა რომ ეხა გაახსენდათ მამაოები რო არსებობს ღმერთი რო არსებობს თურმე და ჯვრებს ჯოხები აღარ უნდა ურტყან და გამოიყვანეს და ამამაოსაც რავი ანუ დავთმაკი გონია მე მგონი თავი და გამოვიდა და ანუ მაგრა ხებში შევიდა რომ ტელევიზიები და აუ და რაღაცა ბოლოს ის არ გაიკეთოს რა ქვია ის ვარ და აი ეს არ ატრიალოს ის ხო იცი რაც ერეპერებს უკეთეთ რა ანუ რა ქვია ჩეინით არ გაიჩითოს წვეთში ანუ მართლა ანუ არ იქნება რა ეგეც გასაკვირი ხო მინდა რომ აი მივყვეთ პოსტა რას კადრობენ დაიყენეთ ერთადერთი მამაო იმაში რა ქვია აქციას და აუ და იმის იმედი მაქვს და ამის იმედი მაქვს რაღაცებს. აი მინდა ერთი ვიდეო ჩავრთო რა მაგასთან დაკავშირებით რა. და ეს მიწევენ ამ გადაცემის თარგამაძე რო გააправებს რამეს ჯერ აი თარგამაძე გააправოს თავის თავით რა უნდა. მოკლედ უბრალოდ ერთ იმას გადახვევას გავაკეთებ კი რა ამის კომენტარს გავაკეთებ რომ ანუ გამოვიდა არქიმანდრიტი დოროთე შეუჩერეს? არა. მე მგონი ის. არქიმანდრიტი დოროთე გამოვიდა და იძახის რომ ისო რა ქვია მეო აღარ 30 წელი არ მილოციაო რა. უფალო შემიწყალეს არ მეთქვიაო და რა მამაო ჩვენოზე და იმაზე ლაპარაკიო. რა ღმერთმა არის ისო რომ რა უნდა გააკეთოს და რითი უნდა ეხმაროს. ხა ჩემი ის რა სჭირდებაო და აი ესეო ამითი თითქოს რაღაცა აი ის გარდატეხა შეიტანა რაღაცაში და ანუ აი ესეთი განცხადება გააკეთა როცა ანუ პირდაპირ ყველანაირ ჩვენ წმინდა წიგნში წერია რომ ლოცვა გვაძლიერებს არის მთავარი რაღაც. ეშმაკი ვერ იძახის უფალოში თო ეშმაკო რო თქვა უფალო შემიწყალოს ღმერთი შეიწყალოს მაგრამ ვერ იძახის ამპარტავნებიდან ვერ იძახის და წარმოიდგინე ხა ეს რა ამპარტავნებაში ხა ეშმაკს რო და ეხა გიორგი თარგამაძე აправებს იმას რა ქვია დოროთეს რო აი ხა უბრალოდ განმარტეო რა რაც თქვიო რა დამუშავებული ფრაზა თქვენი ქადაგების ნაწილიდან მოჭრილი უბრალოდ ციგნის პრეზენტაცია უკავშირდება თქვენს ფრაზას ამბობთ რომ აი 30 წელია ლოცვა არ მithქვა ხო და განმარტება საჭირო მარტო ის ნაწილია მოჭრილი და ამას ასპონსორებენ ატრიალებენ და ბევრი შეიძლება შეცდომა შევიდეს გაუკეთებია ის კომენტარი წავიკითხე აქედობისას ეხლა ამ ხელა პრობლემა რო გაქვს მამაო ეხლა მაინც თქვი უფალო შემიწყალე ხო და ეხლაც არ ვამბობ ეხლა მე რასაც ვაკეთებ ღმერთო შემეწიე მეთქი არ ვამბობ და რატო იცით მე ვიცი რომ ამას ქრისტე აკეთებს ჩემი ხელით ქრისტე მაკეთებინებს ვიცი და რასაც ქრისტე მაკეთებინებს როგორ უთხრა და მეხმარება ის მაკეთებინებს ანუ ლოცვა არის ამგვარი თხოვნითი მადლიერებითი და დიდების მეტყველებით თხოვნითი ლოცვა არის უფალო შემიწყალე და აი შემეწიე ეს მომეცი ის მომეცი აი ეს ლოცვა არა მაქვს ეს მომეცი ის შემინდეს არა მაქვს მე არ მაქვს არ ვწოდავ მე მაქვს ლოცვა რომელიც არის შემეცნებითი სადაც არის კითხვა სადაც არის ფსალმოსაც რომ ვკითხულობ შემეცნებით ვკითხულობ დავჯდები და ამ დავითი ფსალმუნები ვიცი ზეპირად ვიცი შემეცნებული შინარს ვკითხულობ და რატომ იმიტომ რომ ქრისტემ თქვა შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ ერთმა დამიწერა დღეს რომ ხო იესოს ლოცვას როგორ არ ლოცულობ უფალო იესო ქრისტე ზეოხთისა შემიწყალე მე ცოდვილი აი ამის ეშინია ეშმაკსო და მე დაუწერე ეშმაკს არ ეშინია ლოცვის ილოცე რამდენიც გინდა არც ერთი ლოცვა ანუ რა უფლში არის ქრისტემ თქვა შეიცანი ჭეშმარიტებაო და რო შეიცნოთ ჭეშმარიტება ანუ მაგაზე არ გიფიქრიეთ და რო
სწოროთ თვალი ჭეშმარიტებას და რაც არის და როგორც არის და იქნება აგეხილოთ თქვენს თვალი და იქნებდა აღარ იყოთ ამ ხელა ცოდვაში და ეს ხალხიც ვითომ რომ ეხა გაგი მობრუნდნენ ეკლესიისკენ და დაიჯერეს მისი რა ქვია არქიმანდრიტების დოროთეს სახით ანუ რამხელა პროსტა რამხელა ამ ხაბარო გაცვია და მაგალითი უნდა იყო ბიჭო ხალხისთვის და რას უნდა აკეთებდეს გამპარტავნება აკეთებინა კაი ეს როგორ არის იცი ბოდი შემდეგი ვიდეო ერთ ორ სიტყვას რა მონასტრებში როგორი წესია იცი აი ბერები კელიებში რო არიან იქ თუ დაუკაკუნე და რაღაცა და მე ვარ ის ვარ კარს არავინ არ გეგებს სანამ უფალო შემიწყალეს არ იწყვი კარს არავინ არ გეგებს და რატო ეს იმიტომ რომ უფალო შემიწყალეს ეშმაკი ვერ იძახის იქ ეხა ბერებს იმხელა ბრძოლები აქვს და განდეგილ ბერებს და რაღაცა პირდაპირ ეშმაკებს ელაპარაკებიან და მან ბევრი შეუცდენია და ბევრი წმინდა მამები და ძალიან ბევრი ფაქტებია ამის და ამიტომ ყველგან აი ჩვენს ეხა მონასტერში რო ადიხარ კელიაში რო დააკაკუნებს სანამ უფალო შემიწყალეს არ იძახი მანამდე კარს არ გიხებენ და წარმოიდგინე ეხა როგორი აცენაშია ეხა ეს პიროვნება მაგასთან ღმერთმა უშეულოს ამ კაცს რა და რა ვიმედია კაი გავაგზავნოთ რა პროსტა მინდა რომ ანუ ეს ჩვენი აზრი ან ვიღაცას აზრი კი არა პროსტა მინდა რომ ხალხისთვის ანუ გახდეს ის რა ანუ ცნობილი რა ერთადერთი იმედი მრჩება ისევ ევროპელების ისევ უკრაინელების ისევ ამერიკის ყველამ უნდა იცოდეს რომ მისი სამსახური უნდა იყოს 8-დან 11-მდე რუსთაველზე დგომა ბოლომდე. რაც შეეხება ბიზნეს სამების აშენება, ეს არ არის ეკლესიის აშენება. ეკლესიაში იგმობა ქრისტეს სწავლებად. მე არ მახსოვს, მაგრამ 30 წელი იქნება ლოცვა არ მაქვს წაკითხული გაგიკვირდებათ. საერთოდ არ წამეკითხება. გაგიკვირდებათ თან. უფალო შემიწყალესაც არ ვაქვს. ეხლა იმედს არ ჯერა რომ მე ღვთისგან საუბრობ და გონია რომ ნაციონალებიდან არის ისინი მასაუბრებენ და არ ჯერა რომ ქრისტე მასაუბრებს და ქრისტეთი საუბრობ, მაგრამ აი იმედთან და პოსტივისთან შედარებით ნახეთ ქრისტე ვარ. ნახეთ ქრისტე ვარ. ანუ რა ამხილა ამპარტავნება ამხილა რაღაცას აკობს და ანუ ამპახებელშია ჩავარდნილი. და ერთი მესამე ვიდეოც მინდა ერთი ესეთი ის არის რა ერთი თან რაღაცა ვიდეო შემხვდა ერთი მოძღვარის და მინდა რომ ეს ამითი დავამთავრო ეს თემა რა. სივით გავწერდა ეს ვიდეო, სადაც ერთ-ერთი მღვდელი ლაპარაკობს, რომ 30 წელია არ ულოცია და მას არ ჭირდება ლოცვა და თურმე უფალო შეგვიწყალეც არ უთქვია, არც იესოს ლოცვა უნდა მას არ ჭირდება და იმიტომ რომ წიგნს კითხულობს. წიგნის კითხვა რომ ადამიანს აცხონებდეს ლევან ბერძენიშვილი წმინდანად იქნებოდა შერაცხილი. იმდენი აქვს საკითხული, მაგრამ სარგებელი მას ამ წიგნებმა არაფერი არ მოუწია. კი ბატონო, ზუსტად. ანუ ეს არის ზუსტი პასუხი. ჩვენ რო არაფერი ახლა დიდი ცოდვაში აღარ შევიდეთ, ეს არის პასუხი მაგაზე რა და მართლა ღმერთმა გიშველოთ და ეს ბურუსი მართლა მალე გასულიყოს თქვენი იმიდან და ეს ხალხი კიდე პასუხს აგებს მაგაზე როდესაც იყენებს ამ კაცს რომ ვითომ რაღაც და რომელს გწამთ ღმერთის და რომელი დადიხართ ტაძარში მე მაგრამ მაინტერესებს და თან თუ ამას აკეთებ და ამას ვერ ხედავთ რავი არ ვიცი მაგრამ თქვენ გულებს ჩაიხედ და თქვენი საქმეა რა რაც გინდათ ისკენით რა ძალიან არის რა არეულობა ყველანაირად ხდება რომ რიცხარავთ ხო არის აბაი ნახე ესეთი მამაოზე ხო ვიძახი და საითხარა ეს მამაო იმათკენ ხო ყველანაირი უცნაური ვაფშე რა შეიძლება ხდებოდეს ყველაფერი მაგათ უკავშირდება რა აი მაცევრიდან დაწყებული და რავი აი ეხლა რაებსაც ვსაუბრობთ ყველაფერი არის გასაკვირი ნორმალური ადამიანისთვის ხო რაღაცა ლოგიკასთან არაფერი კავშირში არაა ხო ყველაფერი გვიკვირს მაგრამ გულსფელად გვიკვირს ეხლა ამ კაცისაც ის მაცივარიც რო გამოიტანა და ის იქ რო ბუქნები ჩაბუქნა რო უკვირს მიხსი აი ხო ყველაფერი ნათელია რა მეტი რა გავაკეთოთ ეხლა აი იმას ვიზამ რა ქვია ვიზა ლიბერალიზაცია გვიახლოვდება ვიზაზე პასუხი გვიახლოვდება მალე რა ეხლა დაახლოებით სადღაც ერთ კვირაში იქნება ამ ვიზა ლიბერალიზაციაზე პასუხი. ხო და ეხლა წარმოიდგინეთ თუ ხარშინ დაკვირვებულ ბოლო 2 წელია ევროკომისია და ზოგადად ეს ევროპული ბიუროკრატია ცდილობს ეს ვიზა ლიბერალიზაცია რომ გაგვიუქმენ და ერთ ამბავში არიან ხო აი არ ჩერდებიან დღის წესრიგში არის ყოველთვის. მაგ თავარი ფაქტორები არიან უნგრეთი და სლოვაკეთი რომელიც ბოლომდე გვერდში გვიდგას ეს ქვეყნები ამათ მადლიერები უნდა ვიყოთ იმიტომ რომ მართლა აი
მყარ პოზიციაზე დგანან და არ სულიან ამ პოზიციას. მაგათი დიდი დამსახურება არის ვიზა ლიბერალიზაცია არ გაგვიუქმნით ხო სრული კონსენსუსია საჭირო და ეს ორი ქვეყანა ბოლომდე გვერდში. ეხლა ზუსტად ამის გამო უნდა ჩვენი დასჯა. და უნგრეთის და სლოვაკეთისაც და ცდილობენ რომ უბრალო უმრავლესობა მიიღოს გადაწყვეტილება რა და ამ სრული კონსენსუსმა უკვე ვეღარ მიიღოს. ხო და როგორი რაღაცაა ნახე. ოღონდ მანდ არ არის საუბარი, კაია კალასიც მამას ადასტურებს თვითონ, რომ ეს არ შეეხება მთელ მოსახლეობას. ხო, აქ არის საუბარი მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ოღონდ შეიძლება ამ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც არ გააუქმონ. და რატო არიან ესე, იცი? იმიტომ რომ უკანიტოვებენ ერთ ნაბიჯში. და თან ძალიან მაგრამ გჭირდებით. ანუ მათ უფრო უჭირდებით, თუნდაც ჩვენ გვჭირდება ისინი და ესენი ხა მაქსიმუმ რადიკალიზმში ხო არიან, მაგრამ საბოლოოდ ხო მიხვდებიან, უკვე მიხვედრილებიც არიან, მაგრამ მაინც ინერციით ხომ უკვე საბოლოოდ გაფორმდება, რომ ვერაფერს ვერ მიაღწიეს, მე მოუწევთ ისე ამ ხელისუფლებასთან ლაპარაკი რა. აი წარმოგიდგენ, ევროკომისია იკრიბება წელიწადში 4-ჯერ. 4-ვეჯერ ჩვენ ვართ ერთ-ერთი განხილვის მთავარი თემა. აი სულ აი მაშინ ეხლა რა თქმა უნდა მარტო ჩვენ გამო არ იკრიბებიან, ბევრი მსოფლიოს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების გამო იკრიბებიან, მაგრამ ჩვენ აი პირველი თუ არა მეორე თემა ვართ ამ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე. და ეხლა აი პარადოქსი რა არის? ჩვენ ხო ამას გვიწუნებენ დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, ასე შემდეგ, აი ყველაფერს ხო გვიწუნებენ. და აგერ ეხლა ნახე, აგერ რამოდენიმე ისინი მაქვს სტატიები მაქვს ამ მომენტში ჩვენ გვიწუნებენ. ამ მომენტში აგერ სომხეთს უკვე ახლოს არისო ვიზა ლიბერალიზაციასთანო და გადაეცა ის რა ქვია სამოქმედო გეგმა უკვე გადაეცა სომხეთს. წარმოიდგინე კიდე მოლდოვა და უკრაინაო. წარმოიდგინე ბიჭო რა პარადოქსი არის. მოლდოვა და უკრაინა საქართველოზე ანუ ევროკავშირის გაფრთხილების შესახებ ანგარიშის მიხედვით უკრაინამ მოლდოვა პროგრესს მიაღწიეს. რა უკრაინა და მოლდოვა, მეგობრებო, უკრაინა რა დღეში არის, ხო, ყველამ კარგად ვიცით, ხა ამ უკრაინას მოდი არ ვისაუბროთ, მაგრამ ხო, და აი მოლდოვა, ჩვენ საზეპირო ხო გვაქვს ეს, მოლდოვა არის დსთ-ის წევრი ქვეყანა. რა წინარია. კიდე რა არის, იცი რომ თვითონ ევროკომისია ეკონომიკური ზრდის პროგნოზა აქვეყნებს 2025 წლის, სადაც საქართველოს 7.3%-იანი ზრდა და უკრაინას და მოლდოვას 1.6%-იანი ზრდა. მაგრამ მაინც ისინი უფრო პირდაპირ აი ნაცარს გვაყრიან და პროგრესი მიაღწია მოლდოვამ გვეუბნებინ. იქ ოპოზიციური არხები დაკეტილი აქვთ. წარმოიდგინე მარტო საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს 1 და 2. ის რა ქვია, არჩევნებში 48 საათით ადრე თავარ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობას უგზავავენ. ნუ კიდე აღარ ჩამოვთვლი, რამდენი უსამართლობა ხდება მოლდოვაში. ჩვენი ეკონომიკა მოლდოვაზე 10-ჯერ წინ არის. ბიუჯეტი იმათ აქვს, სადაც 4 მილიარდი, ჩვენ გვაქვს 9 მილიარდი დოლარშია საუბარი. წარმოიდგინე, აი როგორ უსამართლობაში არიან და ჩვენ აქ ვიზა ლიბერალიზაციას ცდილობენ რომ გაგვიუქმო, მაგრამ თან ვერ გაგვიუქმებენ. აი ხა დაახლოებით და ერთ კვირაში უკვე იქნება პასუხი და კიდე რა არის პარადოქსი, იცი რომ შვეიცარიის საგარეო მინისტრი გამოვიდა რა მარია სტენგარდი და რა სიძახის ნახე. ევროკავშირმა რუსეთის ენერგიისა და ნავთობის იმპორტისთვის 152 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა და ვიდრე უკრაინას გამოყო რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე. მართლა ეგრე არის. ანუ სადღაც 187 მილიარდი აქვს სულ უკრაინაზე დახარჯული ეს ომი რაც დაიწყო და რუსეთზე 311 მილიარდი აქვს უკვე მარტო ნავთობში, ნავთობაში და გაზში გადახდილი რა. ევროკავშირი არის ყველაზე ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი რუსული ბუნებრივი აირის. აგე ტრამპის გამოვიდა და ეგ თქვა რომ 28 პუნქტიანი გეგმაზე იყო მაგაზე ისაუბრა, თქვა რომ ჯერ მადლიერება არაფერი არ გამოუხატავთ ამ ჩემ გეგმაზე რომ ვცდილობ ეს ომი დასრულდეს და მე მეორე ხელი დაგერო ევროკავშირი კვლავ ააგრძელებს რუსული ნავთობის ყიდვას. აი ესეთი აი აბსურდში არიან და ესეთი არასწორები არიან პროსტა აი რა უნდა მოსობა აი სულ ახსენდა აი იმას აქ რა ქვია გებელს აქ ეგეთი რაღაცა ნათქმა რომ დაადანაშაულო სხვა იმაში რაში შენ თვითონ ხარ დამნაშავეო. ზუსტად გებელსი აი ზუ ამაში არიან. ჩვენ ყველაფერს გვაბრალებ რაში თვითონ არიან დამნაშავეები. ჩვენ დემოკრატიას გვიწვევდა თვითონ იქ მაგალითად საფრანგეთი რო ვიყოთ ქალს ლეპენს 5 წელი აუგზალეს არჩევნებში მონაწილეობა ისეთ უაზრო მიზეზის გამო იქ დამნაშავეც რო იყოს საერთოდ ანუ ედავებიან თავის პარტიის წევრი ჩასვა რა მაშინ რა ქვია ევროპარლამენტში იქ რაღაცა ხელფას უხდი და ევროპარლამენტის კოტიდან კაი ზანა 5 წელი აუგზალეს იქ უნგრეთში რას შვებიან სლოვაკეთში ფიცოს ესროლეს აი მიხვდები ყველანაირად ყველაფერში თვითონ არიან დამნაშავეები მაგრამ ჩვენ გვაბრალებენ ყველაფერს ჩვენ გვეუბნებიან რომ დემოკრატიის უკუსვლა დიქტატურა უკვე დამყარდა დღე-დღეზე დამყარდება და ამავდროულად აგერ აი მართლა ყველამ აი
სომხეთი ჩვენ მეზობლები მეგობარი ქვეყანა, მაგრამ სომხეთში უფრო მეტი დემოკრატია ვიდრე ჩვენთან. ან კორუფციით, ან ნებისმიერ რაღაცით. სომხეთი არის ახლა ჩვენზე წინ. რატო? იმიტომ რომ მაგათ პოლიტიკას ატარებს, ხო? ეხა გადის იმ გზას, რასაც მიშა შვებოდა ზუსტად. ხო, თუ ხარ დაკვირვებული, ყველანი პროექტები არის. მიშა მოვიდა ტერიტორიები დაკარგა, ფაშინიანი მოვიდა ტერიტორიები დაკარგა, ზელენსკი მოვიდა ტერიტორიები დაკარგა. აი, ერთნაირ ძალიან აი ერთი სცენარით ხო, რაღაცა შეიძლება თავიდან პროცესში ვერ მიხვდე რა, იმიტომ რომ დაიწყო, მაგრამ მე უკვე რაღაცა ამოდენიმე წელი და რო გადახედავ ამის ძალიან ხელის გულზე ჩანს, ხო, ყველაფერი ძალიან აშკარაა. ერთნაირი სცენარები, ერთნაირი ტექსტები, ყველგან, ყველაფერში არის ერთნაირი ტექსტები და ერთნაირი ისინი ჩვენ ალბათ მალეც მოგვიწევს რაღაცა ისეთი ფორმატით, რომ უფრო ღრმად განვიხილოთ ევროპული ბიუროკრატია და რა ხდება ევროპაში რა. ხალხს ვაჩვენებ სავარაუდოდ მე დარწმუნებულა მოვაიგდრო, რომ იქაოში და სამზარეულოს მალე უფრო კარგად ვაჩვენებთ და უფრო სააშკარაოზე გამოვა ყველაფერი, რომ რა დონის უსამართლობასთან გვაქვს უბრალოდ საქმე რა. გვაქვს კიდევაც კაი გეგმები და იმედი მაქვს. კი, ყველაფერი ხდის სწავლობით, კარგად შევასრულებთ კიდევ. და ეხლა გუშინ საინტერესო მართლა ძალიან მე მართლა 30 წელია ესეთი რაღაცა არ მომისვენე ხელისუფლების წარმო რაღაცები კი იყო ეს თვითონზე რო იძახიან ყველა ხელისუფლება ხო რომ ყველა ხო იძახის რომ ყველაფერი იდეალურადაა. ანუ ეს ხელისუფლებაც მაგ ჯაც ანვითარებს რომ ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, მაგრამ გუშინ წარმოიდგინე ქვეყნის პრემიერი ჩვენ ასაც ლაპარაკობდით თავიდან რომ დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას გაუსვა ხაზი. რაც ხო დემოგრაფია არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ეს ეხება როგორც მიგრაციულ სალდოს. შარშან ქონდა პირველი წელი გასული წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოში შემოსული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ გადააჭარბა გასული მოქალაქეების რაოდენობას. ყველა სხვა წლის განმავლობაში ქონდა დიდი მინუსი. და ასევე დაბადება გარდაცვალების თანაფარდობა, აქაც გვაქვს სერიოზული პრობლემები. ანუ როგორც ბუნებრივი მატების ნაწილში, ასევე მიგრაციის ნაწილში გვაქვს რა თქმა უნდა სერიოზული გამოწვევები. თუმცა ეს ცალკე საკითხია და ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ცალკე პროცედურის ფარგლებში, ინტერპელაციის ფარგლებში დეტალურად ვიმსჯელოთ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს ამ საკითხის გადაჭრა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა დემოგრაფია, ამას ხო სულ საუბრობთ. და მიგრაცია კიდე, ანუ აქედან გადის ხალხი. და არ ბუნდება. ხო, ეს არის სერიოზული პრობლემა, ეს არის კატასტროფა. თან კიდე ემატება ამას, რომ ჩვენ ქვეყანაში მართლა არის მიგრანტების პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ხოჩაში ხო დავდივართ, ხო, აშკარად გვხვდება, ხო, განსხვავებული ადამიანები, ხო? ეს აშკარად ეს ყველაფერი ერთად ძალიან დიდ კატასტროფამდე შეიძლება მივიდეთ და ამის ლაპარაკი ეს ნიშანია იმისა, რომ ესე იგი რაღაცა ეზრები უნდა დაიწყოს. აი ესეთ რაღაცებზე უნდა დაიწყოს ლაპარაკი და დებატები და რაღაცა განსხვავებული აზრები, რომ აი მაგათი დებატები უნდა მიდიოდეს, როგორ რაღაც ისე, აი დემოგრაფიას ყველა ვთანხმდებით მე და შენ, რომ დემოგრაფიის პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში. და გადაჭრის გზებზე უნდა ვიდებატოთ. ვიღაცა შეიძლება იფიქროს, რომ ყველა მესამე შოუზე 50000 ლარი მივცეთ ოჯახებს და იქ უფასო სიტყვაზე მშობიარობა და რაღაცა შეღავათიანი გადასახადები და ასე შემდეგ. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რაღაცა ფონდი შეიქმნას, ვიღაცამ შეიძლება სახლები გადაწყვეტს. აი ესე კარგი და ყველაზე მისაღები რა თქმა უნდა ჩამოყალიბდეს აზრებზე უნდა იყოს დებატები და მადლობა ღმერთს იმედია უბრალოდ ეს დრო დადგება რა ჩვენ ქვეყანაში და ეს ომისო დასრულდება უკვე წამოვა ეს პრობლემაზე ლაპარაკი და იმედია რაღაცა კონსტრუქციული რაღაცა სივრცეები შეიქმნება სადაც დაждდებიან ადამიანები და ესეთ რაღაცეებზე იდებატებენ და არა რუსეთში წავედი და რუსეთში მივდივარ და ზედაპირული აი სუპერ გოიმური და სუპერ უინტელექტო საუბარი ხო აი მთელი ოპოზიცია აგერ ხო შეიძლება აი ესეთ რაღაცებზე ილაპარაკოს აგერ უკვე ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და უკვე ამაზე თქვა იმედია ეს ლაპარაკი მარტო ლაპარაკად არ დარჩება და უკვე მთლიან სახეს მიიღებს და მართლა ყველა ერთად ერი შევიკრიბებით და ამ პრობლემას ერთად რეალურ პრობლემებზე გადავყო, მაგრამ თქო დაიწყება ლაპარაკი და პოლემიკები და რაღაც განსხვავებული აზრები იქნება, ვიღაცა ისეთ შეხედულება, ვიღაცა ესეთი და აი ესეთი რაღაცების დრო უნდა მოვიდეს რა. ბრძოლა მიდის, აი ნახე, აი ბრძოლა მიდის ისეთი რაღაცეების გამო, რაც არაფერი სარგებელი არ არის ქვეყნისთვის, წარმოიდგინე, პროსტა გადატანილი არის ყურადღება ისეთ რაღაცებზე, რაც არაფრის მომცემი არ არის, ტყუილზე არის აგებული. და აი როგორ ებრძვიან დააკვირდით თორნიკე პროსტა, აი თბილისის და ქართველების და საქართველოს ეს ურთიერთობებს რა უქნეს ადამიანებში რა ანუ როგორი რაღაც მოხდა ისი რომ საერთოდ აი ძმაკაცობის ფასი, მეგობრობის ფასი, პატივის ცემა, უფროსი უმცროსი, დედა, მამა, ქალი,
ანუ სახე აქვს დაკარგული მოხუცი რაღაც ანუ არ არსებობს ანუ არაფერი ჩემი უფლება იმის უფლება მე ესე მინდა და ვამბობ ანუ ბიჭო ოფიციალურად სირცხვილი იყო აი ჩვენ დროს პატარა სკოლაში რო სწავლობდით და მე კარგად მახსოვს ეგ პერიოდი მერეც დიდობაში დღემდე ანუ მაგრამ იტყდება თუ სადმე ეგეთი რამე მეჩითება ეგეთი სიტუაცია რომ მე ხა კატლეტი და პიური ვჭამი აგერ 7 და 80 ჩაგირიცხავ და შენ 4 და 60 გადმომირიცხავ და ნემეცკი შოტებით ანუ ჯოი ყველანაირი ნემეცკი თქვი ბიჭო რუსული სიტყვა შენ რუსო ნემეცკი თქვი მაგრამ ევროპული ქვეყანა ნემეცკი გერმანულს ნიშნავს და მომენტ რაღაც პუნჩი გამათილდება ხა და ეს არის რა ქვია და სოჩი რა უქნეს ხლები ანუ ამაზე იყო რა ანუ ამაზე იდგა ეს ატარა ქართველიერი წამოვიდა იმით სიყვარული იყო ბჭო ადამიანებს შორის იმით ზმაკაცებს იმიტომ უყვარდა ერთმანეთი რომ გამოვიდოდა რა ერთმანეთი შტერი კი არ იყო და უტვინო კი არ იყო გამოვიდოდა და დაპატიჟებდა თავის ზმაკაცებს სახინკლეს ჩვენ დროს ეგ პონტი იყო პატარები რო ვიყავი და ხინკალი და ხო და დეპო და რაღაცეებში და დაპატიჟებდა და იხვიდა და იგივე დაპატიჟა იმაში და ანუ აი ბიჭო რეებზე გავიზარდეთ იცი რომ ისეთ რაღაცებზე სადაც ბევრად მეტი სიყვარული არსებობდა ჩვენ შორის რა აი ზმაკაცობა სხვა ცნება არის ჩვენთვის და სხვანაირად უყურებდით და ანუ დღემდე ეგრევე ეუნება ზმაკაცი ხო რა ანუ რომ წარმოიდგინე იქ არ იყო ის რომ მე ამდენი მაქვს იხეთმე და შენ არა გაქვს და ის ანუ ბოლომდე იყო ის რომ ეგეთ რაღაცას თუ იზავდი ანუ აი მაგრად ეხავ და ვერ იზავდი რა და მაგით ჩანდა რა რაღაც პონჩი რა ტიპი იყავი რა და ეხა ვიღაცებს გონიათ რომ ანუ მაგას რო შვები აი ცოტა გოი მიხარ რა ყველა ეგ რა და ანუ ეგ არის რა მიხდი აი ყველანაირ ინსტიტუტს რაც კი მნიშვნელოვანი იყო ფუნდამენტალურად ხო ანუ აქ გამდინარე ადამიანებს რა გაიჩნდა ციო ის რო ეხა შენ მე 4 და 80 გადმომირიხე მე 7 და 80 დავდე და ვიღაცამ ვაფშე არ ჭამს იმიტომ რომ არა აქვს და შეიძლება რაღაცა ჩემშას გაგიყაი მიხდი ამაში არის იქ რაღაცა ინდივიდუალური რაღაცები მიდის. იქ ის სიყვარული ვერ იბადება. მივხვდი რომ ეხა შენ რო ხუძმაკაც დაბადიზე და ის ხუთიზმაკაცი რო გაუსწორდა და ეგ პუნქტი გაეჩიტა, მაგრამ ხვდები სხვანაირად უყარხარ და შენ სხვა ზრუნვა გეჩიტება, სხვა სიყვარული გეჩიტება და ანუ ამაზე იდგა რა. პატივისცემა თუნდაც ხვდები ეხა მოხუცი რო დგას და შეიძლება რაღაცას გეუნება ისეც რომ არ არის, მაგრამ რაღაც მომენტში ცოტა მოწიწე რაღაც ეცი პატივი და ანუ ესეთ სიტყვას დაუძახებ და ესე ნუ და არ მიეხვი აი რა ხვდები განადგურეს მიზან მიმართული ბრძოლა მიდის აი ამ ფასეულობასთან რელიგიასთან რაც ჩვენთვის სოციალურად მნიშვნელოვანია და ამ რაღაცებთან აი ერთი მამაო საქციელი არ მოეწონებათ რაღაცა შეიძლება არც იყოს მოსაწონი და მაგრამ მაგათ რა უნდა ველაპარაკო და ერთ ქვაბში ხარ შავენ ყველა იმას აი წარმოიდგინე ვარდებიან ეგრე. ანუ წარმოიდგინე ყველანაირ ინსტიტუტს რაც კი მართლა რამაც კი აქამდე მოგვიყვა. და დოროთეს გვერდში იყენა. ხო. და რამაც კი აქამდე მოგვიყვანა. წარმოიდგინე. ყველაფერს ანგრევენ გამოს. ცდილობენ, მაგრამ არ გამოს. არა. რაღაც როგორ არის? ხო, რაღაც დონეზე რა თქმა უნდა. კი, ეგეც შეგეც ტრაგედია აქ. აბა რა მაგას ვიდახი. რა ეხა ამდენი როგორ არ გამოსდი ხა და სამი კაციც რო შეცვალონ ეგეც ტრაგედია ჩვენ. სამი კაცი არ არის. ნახე რა არის მან. ხა როგორ შეხედე შენ მაგას დააკვირდი აბა ეხა რამდენი ადამიანია რომ აი პირდაპირ ანუ პირდაპირ მიზან მიმართულად ებძვის ეხა დღესაც საქართველოში მამაოებზე ან ღმერთზე გადაობენ და რეებზე იძახე ეგრო ჩვენ გვილაპარაკია გადაცემაში რომ ეგრო ჩვენ დროს ვინმეს გაებედა და ეგეთი რამე ეთქვა უბებს რო წავდნენ არგას. ანუ ხო მაგას ვიძახი. ანუ ეგრო ვინმეს ჩვენ დროს გაებედა. ნახე დღეს მაგასაც ბედავენ. ზმაკაცობის ინსტიტუტს იმაშვებიან. ცდილობენ რომ დაანგრიონ. ხო და ანუ ნახე რა არის მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა უანგაროთ ეს ყველაფერი. ვიხდი ის კი არა რომ შენ მე იმას ელოდები რომ დღეს მე მაგ პატიჟებ ვიხდი. ხვალ იმასა აქვს, ზეგ იმასა აქვს და რაღაცით მოვედით როგორღაცა გადავჭიდა. აი ესენი არაფერი თუ აღარ იქნება, ყველა ადამიანი თუ მარტო თავის თავზე იფიქრებს, ეგ არის რა ზუსტად ის რომ რაც მაგათ უნდა და რითიც მე ადვილად დაგვშლიან და მოგვერევია. კი, ადრე ხა კაი გამოსცენე
მეზობლები ბიჭო ვიღაცას ხახვი არ ქონა ხავს გამოართვენენ პურს კვეთს არ გვაქვს ნალაპარაკები რა კვეთს მოხსენს ეხა მეზობელს არ იცნობს ბიჭო რა იცნობს ბიჭო ერთმანეთს ვერ იტანენ მეზობლები გამარჯობას არ ეუნებიან და ვინ რა ბევრი წაიღოს და ვინ რა იმას მართლა მახსოვს ეგ მომენტები რა ხახვი ხო არ გაქვს და მე პური ხო არა გაქვს რამდენი მაგით ცხოვრობდა თქო მაგით მოვედით ანუ შუქი რო არ იყო და ის რო არ იყო გაზი რო არ იყო და იმეებით იმათებინე სალიარკა მოქონდა ტიპს და სალიარკა მეთქი რა ქვია იმ სალიარკას რა ქვია ნავთი მოქონდა ტიპს და წარმოიდგინე ამ ნავთს უყოფდა მეზობელს თუ არ ქონდა რომ იმასაც ქონოდა და ერთ იმაზე აკეთებდნენ საჭმელს და ერთი იმიდან ჭამდნენ და მან დროს სიყვარული ჩდება და იბადება ეხა რა თქმა უნდა რომ ეგრე იქნება ხო სხვა ადამიანი თუ ხარ სხვანაირად ვერ შეხედავ რა ანუ ეგ არის თავარი ის რა და შეიცვალა დღეს არის მატერიალიზებული სამყარო რომელიც ფულზე არის აგებული და აღარავის აღარ უნდა არჩენი მეგობრობა ძმაკაცობა და ის ყველაფერს ხარს უსვავენ იმითი რომ ფულით მიხვდი და არ შეიძლება ხალხო ეგეთი რაღაცეები რა ადამიანებს ვის აზრით უნდა გაითვალისწინოს და გვერდში დგომა და დახმარება ის კი არ არის ნუ დადექით და ნუ კანონის გამო ეხა ვეღარ გვიგზავნიან დახმარებას კი არა შენ გვერდზე რო კაცი გიკვდება მშიერი ადექი და იმას დაეხმარე თუ რამის დახმარება გინდა ვიღაცას რო უყურებ და ვიღაცას რო მეორე ერთის რო იმაშვები რა ქვია საქციელებს რო გმობდა ვითომ ფარისევლურად ის რო ხარ მოდი რა ყველამ თითო აგური დაუდოთ და ყველამ ჩვენ გულებში ჩავიხედო და გავაკეთოთ ისეთი საქმე რომ სადაც შეიძლება ძალიან დიდი სარგებელი არ გქონდეს მაგრამ ზატო 10 ადამიანს დავეხმაროთ და ყველას გაუნაწილოთ ეგრე რა ქვია ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყო ალბათ ეგეც როგორ გონიათ როგორ გაიყობდნენ ეხა მაგაზია და მიგე გონიათ რომ მარტა გაიყო დაჭდნენ და ეხა იმებით დაჭრეს 9 თეს და 9-ვემ ჭამეს და ანუ მაგას ანუ შეიძლება ეგ თქვა რომ ტყუილია ეგო იმიტომ რომ ანუ ეგენი ვერ გაყონ მიხვდი მაგრამ ეგ ეგრე დაჭამონ ერთმანეთს ეგ ეგრე არ არის მეგობრებო ეგ არის როგორც ეგ არის რაღაც გადატანითი მნიშვნელობით უნდა გაიგოთ რომ ანუ თხილიც კი შეიძლება 9 ძმამ გაიყოს და ადამიანებმა გაიყონ ისე რომ არც ერთი არ და არავინ უკმაყოფილო არ დარჩეს და რავი ანუ თუ ერთმანეთს არ გაუფრთხილდებით და ერთმანეთს გვერდში არ დაუდგებით რა ფინეთის პრემიერ-მინისტრი და რა ევროპა გადაგვარჩინე და გაუჩერე ამ ხალხს ვიზა ლიბერალიზაცია და არ შეიძლება ესე თქვენ თავებზე ფიქრი რა ჩვენ მაინც სულიერიერი ვართ ისე დავრჩით რა მატერიალისტია მთელი აი დასავლეთი ამერიკა იქ მატერია მაგათ თავი აი ამერიკას მაგათად ბენზინის ფასი რო გაუძვირდება ისო ის მე ხმას აღარ მიცემს იმას ვინც მიხვდი აი მატერიაზე არიან აწყობილები ჩვენ სულიერიერი ვართ ჩვენ მაგათად ფასი რო ოღონდ არ ვიზახი შეიძლება კაი სუდი არის სიტყვაზე რაღაცა რო გაძვირდება უნდა გახვიდე გააპროთ მაგრამ ჩვენ არ ვართ ეს ხალხი ჩვენ სანამ ჩვენ შეურაცხყოფად აი თავ შეურაცხყოფად არ ვიგზო მაგრამ გარდა არ გავდივართ ანუ ჩვენ მატერიალურზე უფრო მნიშვნელოვანი სულიერი მხარე არის რა და კიდე დამოვიწყდა ერთი რაღაცა მithქვა ამ დემოგრაფიასთან დაკავშირებით 2017 ანუ პრემიერმა რაც თქვა რა შობადობაში არის საშინელი კლება ანუ უფრო მეტი ადამიანი გარდაცვლილია ვიდრე შობადობა არის რა 2017 წლიდან რომ აი სტატისტიკა მაქვს ამოღებული მე მეგობრებიც ნახავენ აი 2017 წელს მაგალითად 53000 ადამიანი დაიბადა და 2024 წელს 39000 წარმოიდგინე 14000-ით ამ 8 წელიწადში 14000 ნაკლები ბავშვი დაიბადა ეს ხვდები როგორი პრობლემაა და ყველა რო აი ზოგი ხო სიღარიბეს და იმას აბრალებს 90-იან წლებში სიღარიბე რო ყო ეგ სიღარიბე ეხა ხო არა ხო სადა დედამიწა მაშინ უფრო მეტი შობადობა იყო ვიდრე დღეს ის ბრალია ეს. აი ამ ყველაფერს შერაც ისაუბრე, ხო? აი ყველაფერს რო ამოძირკვადეს ოჯახის ინსტიტუტი და ის რო ამ ყველაფერს რო ებრძვიან წმინდას, მაგის შედეგია ეს ყველაფერი. და აი თემატურიც არის წინა გადაცემაში თავიდან ამომივარდა ძალიან, მაგრამ ტკიოდა ეს თემა და ძალიან, მაგრამ აწუხებდა და მის თქმა პროსტა აი მენა რო არ მეთქვა ეს არ შეიძლებოდა. იცოდე რომ რა იკადრეს პროსტა რა ლაშა ბასლაძე რომ გარდაიცვალა რა იკადრეს ბიჭო ეს საზიზღრები და ეს გული ესენი ადამიანები არ არიან ეს ვინც გააკეთა ეგეთი რაღაცა როგორ უნდა გაიდეს ჩარლი კირკი რომ დაიღუპა და ისო უხაროდა და როგორ დაუგმეთ ეგეც გადაცემაში ეგეც ხო ვილაპარაკეთ აგერ ქართველი ბიჭი რომელიც იმენა აქციაზე ვინც გახართ იმენა აქციაზე ვინც განან იმის ნახევარი არ ხართ მთელი საქართველო ამბის გლოვობდა და ანუ პარალიზებული იყო მართლა ქალაქი იმდენ ადამიანს უყვარდა და იმდენ მე ხა ესე პირადად ესე არ ვიცნობდი კარგად მაგრამ
მეც ვიყავი რა წასული პანაშვიძე გასვენებაში, იმიტომ რომ გული შემტკივა რა და ჩემი ბევრი მეგობრის ტკივილი იყო და გავიზიარე და მივედი და პატივი მივაგე და ეს საზიზღრები პროსტა თქვენ რა ადამიანები ხართ, აი მიმიფურთხებია თქვენთვის, ყოველ თითოეული თქვენთაგანისთვის, ვინც მანდ რამე კომენტარი და გიხაროდათ და ვინც მაგას აი ეს იმის რა ქვია, სიხარულის ჭრილში აღიქვით, აი მეზიზღებით პირადად სულ ყველა, იმიტომ თქვენ ადამიანები არ ხართ და თქვენ ცხოვრება მაგაზე ძალიან დიდ პასუხს გაგცემთ. აი ეს ვირთხა უნდა ჩავრთო ერთი, პროსტა მეც ვერაფერს ვერ დავარქმევა, ის საზიზღარი ადამიანი, პროსტა გულისამრევია უყურე და ეს პროსტა წარმოვიდგინე, ეს რო ვიღაცისთვის, ეს რო აიკონი რო არის ამ საზიზღრებისთვის. პროსტა უყურე რას ლაპარაკობს და ეს ვიგინდა რა ეს პროსტა. ეს ბოლო პერიოდია კარმა ძალიან ხოძეა. ჩარლი კიკ. ლაშა ბასლაძე. ზურა მახარაძე მალე. ანუ აი Karma, my queen, you are working and I love it. რა სამარცხინოები არიან ხედავ. აი საზიზღარი, პროსტა, ანუ რა სანამ რაღაც იტყვი პროსტა. რა საზიზღარი არის, რა უსულო ადამიანი. Karma რო working, აი მანდ გაგდან შენი ცოდე რომ აი ესეთი საზიზღრობები დაგემართება, რომ ვერც კი წარმოგიჯერ საზიზღარი უკვე დამართული გაგ და ხარ. მერერაების დაგემართება მაგასაც ნახავ და აი ესეთი ადამიანები ზოგადად რო იცოდეთ, ანუ თავს გჭრიან კი არა. ჩვენ რას გჭრიან, ანუ საზიზღარი და ვინც ამას რამეს უქებთ, ან რამეს ხთები რამეს იმაშვებით მხარს უჭერთ რა. ძალიან სამარცხინოები არის, ბიჭო, მან რა არის კიდე იცი ყველაზე საშინელი და ყველაზე დამაფიქრებელი? შეიძლება ვიღაცის ადამიანს ვიღაცა რავი ბოროტი თუ ხარ ვიღაცის სიკვდილი გაგიხარდეს ხო, მაგრამ ამას საჯაროდ რო წერ. აი გამთავარი. როგორ უნდა გააკეთო ეგეთ რაღაც საჯაროდ როგორ შეიძლება ვიღაცა მეგობრებში ლაპარაკი, ბიჭო, პროსტა აი რა ვიდეოს. ხო და მაგას ეს რა არის, იცი, თავის ბაბუს პლუსებს იწერენ თან, რომ აი ნახე მე რა, მაგალითად ნახვების გამოსაკეთებენ მაგას, ეგ არის. ვიციან ამაზე ატყდება ერთი ამბავი და აი ესეთი აი სკერს ქვემოთ არის. საზიზღრები არიან რა ვთქვით, აი ყველაფერი ერთად რო ავიღოთ. აი დოროთედან დაწყებული და ის დაბუქნები და ის მაცივრის გამოტანა ესენი აი კიდე მან მივდივარ აი ყველაფერში აი ყველაფერი გვიგვირს ბიჭო მაგათი ყველა გადათმული ნაბიჯი არის ერის განხილვის მერე პროცესი რა აი ყველა მერე ამას განვიხილავთ ესეთები როგორ არიან ან გულწრფელად გვიგვირს ხო როგორ შეიძლება ბიჭო კაცის სიკვდილი ესე გაგიხარდეს რომ მაგას სულ ვიმეორებ და მილიარდჯერ გავიმეორებ მართლა ახლა მე გახარიები და ისინი რა ყობა ხაბაზი კი არა და რა ქვია სანიკიძე და ეს სალომე ზურაბიშვილი და ელისაშვილი და მაგათ რამე დაიმართოთ მართლა არ გამიხარდებოდეს მაგრამ როგორ ჩავწერ ეგეთ ვიდეოს რა ვიცი გასვენებაში ვნახე ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ანუ არა ქართული ოცნების ოპოზიციონერი რომელმაც ადამიანურად ბიჭო ეს ისეთი ტრაგედია იყო რომ ყველას ეთკინა და მოვიდნენ და იქ არავინ არავის არ არჩევდა რომ შენ ის ხარ თუ ის ხარ ყველამ პატივი მიაგო და ეგ იყო ქართველების სპონტი ეგ არის ჩვენი რომ ტკივილს ვიზიარებთ ერთად და პირიქით ბიჭო ტერი რო იყოს იმის პანაშვიძე და დიხა და ეგ არის და ვითომ აი კაცობთ და რაღაცა ისინი სტატიებს დებთ რომ იმანიქ მოჭიდავეებში და დაიხსნა და ის და დაიხსნა აგერ ყურის ძირში ხართ არაკაცები და არა ადამიანები და ამას რომ კაი ქალები კიდე ეს რაღაცნაირ ტროლა ქალები მე სამი შვილიშვილით და მე წარმოიდგინე ხუთი შვილიშვილით რო არის და რო წევლის რა ანუ წარმოიდგინე ეგეთი ქალები იქ გულები და საზიზღრები რამდენიმე და ხო ხვდები არ მჯეროდა რომ უკვე კაცებს რაღაც დაგემართათ ან თქვენ თუ კაცები ქვიათ რომ ამაზე ხმამაღლა კომენტარს წერდით და ამაზე ხმამაღლა რაღაცას იკეთებთ მაგრამ მოგეკითხებათ ჩვენგან არა რა ზევიდან ყველაფერი მოგეკითხება და ყველა იგრძნობთ ამის გამო სიმწარეს ცხოვრებაში იმიტომ რომ ეგრე არ ხდება რა რომ ადამიანის სიკვდილზე რაღაც სმაილები წერო და გიხაროდეს ყველას გაგცემს საჯაროდ ეგ როგორ უნდა გააკეთო ეგ არ დადის დღენ მაგას მე ვერ ხვდები ნუ ხვდები როგორ რასტომანს აკეთებენ მაგრამ მაგდონეს როგორ უნდა დაეცე ბიჭო რომ საჯაროდ ვიღაცის უბედური სიკვდილი გაგიხარდეს და ამაზე წერო
და ეჯიბრო ერთმანეთს ვინ უფრო ცუდად მოიხსენიებს საზიზღრები არიან გეთახმე და რატო იცი ან მიზეზი რა არის იცი აქ რატო წერენ უბრალოდ ლაშა რო იყო ქართული ოცნების ხარდამჭერი მხოლოდ მაგიტო არანაირი პიროვნული თვისებების გამო არაყენებენ ამას შეურაცხყოფას მიხვდები აი ვაფშე საერთოდ არ აინტერესებს პიროვნება როგორ იყო კაი იყო ცუდი იყო მაგის გამო კი არა უბრალოდ რო ქართული ოცნების ხარდამჭერი იყო მხოლოდ მაგიტო უხარია და მაგიტო წერენ სტატუსებს აი რა ფსკერზე არიან ეს გათახსირებულები ქართული არაზოს ეგეთი არ ყოფილა ეგეთი შურიენ და ღვარძლიან საზღარი ყოფილა აქამდე ჩვენ ვერ ვიქნებოდი ვერ მოვიდოდი აბარა ხო გადა მაგრამ მაინც მადლობა ღმერთს დიდი უმრავლესობა ისევ დგავართ დიდი უმრავლესობა კი არა უდიდესი უმრავლესობა საკითხში მაინც ეხა ვიღაცები შეიძლება რაღაც პოლიტიკურად ხო მაგრამ დარწმუნებული ვარ და ვიცი კიდევაც რომ აი ესენი აი ეს სანაგვე არიან 1% 1% იმეც ვიტოვებ რომ 1% და ვინც ამის ხმას იღებს კიდე ჩვენი მოსახლეობის 0.000 რაღაცა ამასო წერენ საზიზღრებია აბა დარწმუნებული ვარ რომ ყველას ხვენია მაგათ გამიგდი მაგას ვერავინ ვიღაცა შეიძლება ფიქრობდეს ამას მაგრამ ხო მაგას ვიძახი შეიძლება ზუსტად მაგას ვიძახი ხო ბიჭო შეიძლება გაგიხარდეს ვიღაცა საშინელი ტიპი იყო მაგრამ ბიჭო არ თქვა შენ თავში დგან ბოლბოლ მეგობრებთან თქვი ეს საჯაროდ როგორ აკეთებ მოკლედ მადლობა ღმერთს რომ ეგ 1%-ია და მაგას ვიძახი და მიხარია რომ რა ნამდვილად დიდ რაღაცა იმას ციფს არ ვიძახი ამასთან ნუ დასასრულისკენ წავიდეთ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მეგობრო მადლობა რომ გვიყურებთ და გვამხნევებთ და ყველაფრის დიდ მადლობას გიხდით მთელი გულით და არ დაგავიწყეთ ჩვენი არხის გამოწერა გაზიარება ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვისა და შევხვდებით მომავალ კვირას დიდი მადლობა მოკლედ ჩვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი მოსმენისთვის და ჩვენი გამხნევებისთვის და იმ პირად შეტყობინებებში მოწერილი შეტყობინებებისთვის რაც ჩვენ ძალიან დიდ ძალას გვაძლევს და მოკლედ ესე გააგრძელეთ და ჩვენთვის სულ мотиваცია იქნება და ჩვენ სულ საინტერესო რაღაცებს შემოგვყავთ. ლაიქი და ყოველი კომენტარი ჩვენთვის კი, ნამდვილად ისე. და ჩართულობა და დიდი მადლობა ამ ყველაფერთვის და მომავალ შეხვედრა. კარგად ბრძანებოდით, მადლობა რომ გვიყურებთ.